მშვიდობისა გმადლობთ რომ გვიყურებთ. პირველად მრავალწლიანი პაუზის შემდეგ რუსეთი და საქართველო ერთმანეთთან მოლაპარაკებას იწყებს. ზურაბ ბაბაშიძე, პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან მოლაპარაკებების საკითხში და კარასინი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ამ წუთებში ერთმანეთს ხვდებიან. თბილისში ოფიციალური თბილისი ამ შეხვედრიდან განსაკუთრებულს არაფერს არ ელოდება და პირდაპირ აცხადებენ, რომ რაიმე ტიპის გარღვევა ამ შეხვედრის შემდეგ მოსალოდნელი არ არის. თუმცა მთავარია ფაქტი, მოლაპარაკება დაწყებულია. გოგი ხუციშვილი კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი იქნება მატრიცის ნომერი. სამშვიდობისა ბატონო დიდი მადლობა მოსვისთვის. შედეგს არ ველოდებით, თუმცა თვითონ მოლაპარაკება უკვე შედეგია. ხო დაახლოებით ესეთია ოფიციალური თბილისის პოზიცია. გარკვეულწილად ასეა. მოგესალმებით და ვიტყვი რომ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა მიუხედავად იმისა რომ არავინ არ ველოდით ამ ვთქვათ ამ შეხვედრისგან რაიმე განსაკუთრებულს, მაგრამ მიუხედავად ამისა თვითონ ის რომ ეს შეხვედრა შედგა, ალბათ არის იმის ნიშანი, რომ შემდგომი შეხვედრებიც მოხდება და იმ შეხვედრებზე იქნება ალბათ უფრო კონკრეტული საკითხები და მიმართულებები განხილული. თუმცა პირველ შეხვედრამდე, როდესაც თქვათ ბატონმა პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადა თავისი ინიციატივა, ყოლოდა სპეციალური წარმომადგენელი ეს თქვათ რუსეთთან მოლაპარაკების საკითხში, საკმაოდ დიდმა დრომ გამლო ისე რომ რუსეთს რაღაც ველოდით თითქოს მათგან რეაქციას, მაგრამ რეაქცია არ იყო. შემდეგ რეაქცია იყო ძალიან უცნაური, თქვენს რომ პრინციპში კი ბატონო მოველაპარაკოთ, მაგრამ ნუ თუ აფხაზეთს და სამხრეთოსაც არ აღიარებთ მოლაპარაკებას აზრი არ აქვს და მე მაინც ხვდებით. აი ეს რაღაც დიპლომატიური თამაშებია როგორც ჩანს, ხო? დიპლომატიური თამაშიც და ნიადაგის მოსინჯვაც არის, ვინაიდან მათ არიცოდნენ ახლა კონკრეტულად რა აქვს ახლა საქართველოს ახალ ხელისუფლებას, ესე იგი ტვინში და როგორ აპირებს ვთქვათ ამ პროცესის წარმართვას და ყოველ შემთხვევაში ესე იგი შემოუშვეს ასეთ თავიანთვის უფრო მომგებიანი ესეთ თეზისი, რომ აბა ვნახოთ, ესე იგი იქნებ ჩვენ ასეთ აი კაცრად დავსვათ საკითხი და იქნებ დათმობებზე წამოსვლებები არიან. მაგრამ ამოჩნდა და სავსებით ესე ჩვენ არ გავუკვირდა ესე იგი, მაგრამ მათ ესე იგი აღნიშნეს, რომ ესე იგი ჩვენ ვაპირებთ სამხრეთ დათმობებზე წასვლას და ალბათ იქნება ლაპარაკი, ალბათ უფრო ისეთი დამჯდარი იქნება ლაპარაკი მხოლოდ იმ საკითხებზე, სადაც ერთობლივი ინტერესი იკვეთება და შემოთავაზება იყო ასეთი ჩვენი მხრიდან, რომ მოდით გავამახვილოთ ყურადღება იმ საკითხებზე, რომელსაც პერსპექტივა აქვს. ისე გადაწყვეტა სამ ეტაპზე შესაძლებელია. და ეს არის სავსებით ლოგიკური. თუმცა პრინციპში ახლა ლოგიკურად რომ მივუდგეთ, ყველაზე მთავარი საკითხი რა ჩვენ რუსეთთან ვიქცევრეთ ოკუპირებული ტერიტორიების ბედია. ხო, ანუ ეს საკითხი ახლა გადაიდო და ვსაუბრობთ რაღაც მეორე ხარისხოვან. მაგრამ მე არავითარ შემთხვევაში არ ვეთანხმები ოპონენტებს, რომელიც თვლიან, რომ ესე იგი ის საკითხი, რომ ეს საკითხი რომ გადაიდო, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ რაღაცა სისუსტეს ვავლენთ, ან რაღაც თქვათ ესე იგი აი ამ ჩვენს პოზიციას საფრთხეში ვაგდებთ. არავითარ შემთხვევაში ეს ჩვენ ესე იგი არ გვავალდებულებს, რომ მაგალითად ჩვენ ეს მომავალშიც ეს გადადებულ მდგომარეობაში იყოს ეს საკითხი დადგება დღის წესრიგში, მაგრამ ბუნებრივია, რომ ეს საკითხი უფრო იქნება ვთქვათ რეალური პერსპექტივის მქონე იმ შემთხვევაში, როდესაც იქნება უფრო დამთბარი ურთიერთობები, როდესაც იქნება უკვე რაღაცა ურთიერთ სასარგებლო და ურთიერთ ესე რაღაცა მომგებიანი რაღაც პროექტები წინ წაწეული, როდესაც იქნება ნდობის ფაქტორი უკვე რაღაცნაირად შექმნილი იმ ფონზე. რეალურია ეს ყველაფერი ბატონო. დიახ, ეს სავსებით რეალურია. ის არგუმენტი, რაც თქვა რუსეთის ხელისუფლებას მოყოდა, რომ ისინი არ დაელაპარაკებიან მიხეილ სააკაშვილს არც ერთ შემთხვევაში. ცოტა ისეთია, ხო, არასერიოზულად ჟღერს პრინციპში. ამით არა, ეს გეტყვით. პირად ურთიერთობებზე. არა, ეს პირადი ურთიერთობა იყო ამ შემთხვევაში ინსტრუმენტი, რომლის ესე მიზანი იყო ის, რომ აგვისტოს აი ამ რუსეთის გადაწყვეტილების შემდეგ, რომ ესე იგი ცალმხრივად ეღიარებინა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოებად, იმის შემდეგ ჭირდებოდა ჩაკეტვა აი ამ სტატუს კოს მდგომარეობის და ჩაკეტვის ინსტრუმენტი იყო ეს არ დალაპარაკება. ეს იყო როგორც პიტერუსებმა პრიჩინაზე პრიჩინაზე, ხო, მაგრამ აღმოჩნდა რომ ეს გარკვეულწილად, ესე იგი ეს აწყობს ორივე მხარეს. მე მაშინ ესე უკვე წერდი ამის შესახებ ვამბობდი, რომ ეს იყო ვინაიდან უკვე ასეთ მდგომარეობაში უკვე იყო საკითხი და პუტინის მიერ და ესე მედმედევის მხრიდან ასე იყო უკვე და ამ ჩარჩოებში ჩაყენებული, ამ
ამიტომ ესე იგი სააკაშვილის ხელისუფლების მხრიდან ესე იგი იყო უკვე ესეთი რომ აი ვის დაველაპარაკოთ, როდესაც აი მაგალითად ქვეყანა რომელსაც აქვს ოკუპირებული ტერიტორიები. გასაგებია, ესე იგი ოკუპირებული ტერიტორიების პირობებში ესე იგი აი ეს ქვეყნებს შორის შეუძლებელია იყოს დიპლომატიური ურთიერთობა, ის რომ გაწყდა დიპლომატიური ურთიერთობა სავსებით ლოგიკური იყო, აბსოლუტურად ლოგიკური იყო. ეს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონიც უნდა ალბათ ესე იგი ყოფილიყო, ესე იგი პარლამენტის მიერ მიღებული, მაგრამ იმის შემდეგ რაც შეიცვალა ხელისუფლება, იმის შემდეგ რაც ხელისუფლებაში მოვიდა ხალხი, რომელიც უკვე არ არიან იმ წინა ეტაპთან დაკავშირებული. კი, ეს არგუმენტი უკვე აღარ არის. ამიტომ მოლოდინი იყო ისეთი, რომ რუსეთი ახლა რაღაც უფრო ინიციატივას გამოიჩენდა და დაელაპარაკებოდა. არა, ესე აი კიდევ დაკვირვებები შექმნა. ისევე ესე იგი სიცივე დავინახეთ, ესე იგი მათი მხრიდან გულგრილობა, რომ ესე იგი თქვენ გჭირდებათ, ჩვენ კი არ გჭირდებათ, ჩვენ გვაწყობს ის რაც არის და თქვენ გჭირდებათ დალაპარაკება. აბა თქვენ წამოწიეთ რაღაც გარკვეული წინადადებები და ნახათ რამდენად ვის ჭირდება ახლა ეს დიალოგი. ეს დიალოგი ჭირდება საქართველოს თუ რუსეთს. რა თქმა უნდა, რუსეთს ეს არაფერში არ ჭირდება. არა, ეხლა გეტყვით. ეხლა ისაც არ არის საქმე, რომ რუსეთს ესე იგი არ ჭირდება საქართველოს თქვათ კეთილგანწყობა ან თანამშრომლობა რეგიონში. სისულელეა ეს საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა კავკასიაში და უფრო ფართო რეგიონში და საჭიროა ესე იგი რუსეთს რომ კონდეს რაღაცა გარანტიები, რაღაცა ვთქვათ ესე იგი უკვე იყოს გათვლები რეგიონში ისეთი, რომელიც საქართველოს ვთქვათ ბლოკირებას ან რაღაც იმას არ გამოიწვევს. ამიტომ ეს აი ეს ბლოკების მოხსნა რაღაცა უკვე თავისთავად ესე იგი მოსკოვისთვის საინტერესო თემაა. მაგრამ რა თქმა უნდა მოსკოვიც უფრო ესე იგი აი წინ აი ესეთი აი ხედვა წინა თქვათ ესე იგი უკვე წინა ხედვა მდგომარეობს იმაში რომ საქართველოს დააბრუნოს თავის ორბიტაში დააბრუნოს თავის გავლენის ქვეშ და ამაში უშლის რა თქმა უნდა ხელს საქართველოს ევროატლანტიკური ორიენტაცია და სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის და დასავლეთ ევროპის ქვეყნების. ამ შემთხვევაში ესე იგი აი მათ აინტერესებდათ აი ჩვენ მზად ვართ თუ არა ამას გადაუხვიოთ იმისათვის რომ თქვათ გაგვეხსნას რუსეთის ბაზარი. არა ვარ მზად რომ გადაუხვიოთ ამ რუსეთის ბაზარი, თქვათ კეთილგანწყობა, შეიძლება რაღაცა ფინანსური ინვესტიციებიც და ის ეკონომიკური ინვესტიციებიც ჩაგერთვით რომ ეს რუსულ ბაზარზე ვსაუბრობთ. საქართველოს ბოლოს და ბოლოს მისცა ხმა რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას, შესაბამისად ბაზარი პრინციპში გახსნილია. ანუ ემბარგო ეს ოფიციალურად შეიძლება რომ არსებობდეს, რადგან ჩვენ ერთი ორგანიზაცია ემბარგო არ იყო ეს ოფიციალური არ იყო საუბარი, რომ ჩვენი პროდუქტი არ აკმაყოფილებს სანიტარულ ნორმებს უბრალოდ ეს იყო. საბაბად ეს იყო დადებული. ხარისხის და სერტიფიკაციის საკითხი იყო. აი ეხლა ესე ეს მიზეზი ეხლა შეუძლიათ გამოიყენო. ეს ნებისმიერ დროს შეგიძლია. რა თქმა უნდა, მაგრამ ეს არნიშნავს იმას, რომ საქართველოს ესე პროდუქტისთვის ესე რუსული ბაზარი იყო გახსნილი. არ იყო გახსნილი. ეს იყო ესე რა თქმა უნდა ესე ხარისხი და სერტიფიკაცია იყო მიზეზად გამოცხადებული, მაგრამ სინამდვილეში ესე მიზეზი იყო პოლიტიკური. თავისთავად. ეხლა ეს პოლიტიკური მიზეზი თუ მოიხსნა, თუ წავიდა მოლაპარაკება იმის თაობაზე, რომ უკვე ფართო მასშტაბიანი რაღაცა იყოს, რაღაც გარკვეული ეკონომიკური ურთიერთობა და სხვათა შორის მე ეხლა მინდა ის გავიხსენო, რომ ნოემბერში ჰქონდა ჩვენ შეხვედრა რუს ეკონომისტებთან და არა მხოლოდ ეკონომისტებთან, დიდი ჯგუფი იყო სტამბოლში და იქ ესე იგი აი ითვლიდნენ ზუსტად აი ახლა ვთქვათ რომ შევიდეს საქართველოსთან ღვინო ამ ღვინოს ესე იგი როგორი ხარისხი უნდა იყოს რომ ვთქვათ რეალურად ესე იგი დაიმკვიდროს ადგილი რუსეთის ბაზარზე და მე ამბობდნენ იმისათვის რომ ესე იგი აი ეს კონკურენცია გაუწიოს სხვა ვთქვათ ესე იგი ღვინოების სხვა სახეობებს და სხვა ნაწარმს რომელიც ესე იგი იყიდება ამისათვის უნდა ქონდეს გარკვეული ფასი კონკურენტუნარიანი ესე იგი უნდა როვინა იყოს უნდა ეცადონ რაც შეიძლება დაბალი ფასი იყოს მაგრამ რაღაცა ზღვარზე დაბლა ვერ ჩამოვა და აი ამ ზღვას ასახელებდნენ რაღაცა $20 თუ 25 თუ 30 თუ 40 დოლარი და რა დასკვნამდე მიდიოდნენ მერე რომ დასკვნამდე მიდიოდნენ რომ აი კიდევაც რო იყოს მაღალი ფასი მაინც გაიყიდება ანუ რუსეთში ქართულ ღვინოს აქვს სახელი უკვე დამკვიდრებული და ამის გამო ესე იგი პრობლემა არ იქნება ეს გაყიდვა თუნდაც მაღალ ფასებში ქართული ღვინოს თუ ხარისხი და ესე აი ანტურაჟი და ესე შეხედულებაც და შინაარსიც იქნება ესე იგი მაშინ როდესაც
ამერიკაში მაგალითად აი ქართული ღვინო ჯერ ძვირია და მეორეც პრაქტიკულად კონკურენციას ფრანგულ და ესპანურ და ამ ღვინოებს ვერ უწევს. იმიტომ კი უარესია. იმის გამო ცნობილი ბრენდებია. და რუსეთში ქართული ღვინოა ბრენდი. და ასევე ბორჯომი და ასევე ესე იგი ციტუსები. ისე პოლიტიკურ საკითხებს დავუბრუნდეთ. საბოლოო ჯამში საქართველოსთვის რუსეთთან მოლაპარაკების მიზანი საბოლოო ჯამში, თუ ეხლა ეს არის რა თქმა უნდა 2 და 3 დღის ამბავი არის სწორედ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის საკითხის გადაწყვეტა. რამდენად რეალურად გონია თქვენ რომ ქვეყანამ ისეთმა ქვეყანამ როგორც რუსეთია, რომელმაც უკვე გამოაცხადა ეს ქვეყნები დამოუკიდებლობა აღიარა უბრალოდ მათი დამოუკიდებლობა, რამდენად შესაძლებელია ამ პროცესის ახლა უკან დატრიალება, რომ რუსეთმა უარი თქვა, საერთოდ არსებობს ესეთი პრეცედენტები სოფლიო პოლიტიკაში. პრეცედენტებიც არსებობს და გარდა ამისა, მე ვიტყოდი, რომ ეს არ არის ახლო მომავლის, ანუ ახლო პერსპექტივის საკითხი, ახლო პერსპექტივაში ასეთ რამე ვერ მოხდება, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება მოხდეს და ვინ იმისათვის რომ ეს გრძელვადიანი პერსპექტივაში მოხდეს, ამიტომ მთელი ეს პროცესი ეხლა უნდა დაიწყოს ეს პროცესი, რომ იქამდე მივიდეთ. თორე საერთოდ ვერასოც ვერ დადგება ეს საკითხი. ჩვენ უნდა გავიაროთ ძალიან ესე იგი სერიოზული გრძელი გზა და აი ამ გზაზე ესე იგი შეიძლება ეხლა ვთქვათ დღის წესრიგში ჩვენ არ ვახსენოთ აი ის საკითხები რომელიცაც ჩვენ გვაწუხებს და გვინდა რომელიცაც მოგვარება ჩვენ გვჭირდება პარალელურად ესე იგი ჩვენ რამდენიმე მიმართულებით ესე იგი წავიყვანოთ მოლაპარაკება და რაღაცა ესე იგი დროის შედეგად როცა კონტექსტი შეიცვლება, როდესაც რაღაცა უკვე სხვა ვითარება იქნება, იმ ვითარებაში შეიძლება უკვე ესე იგი სხვა წინაპირობები შეიქმნას. ცუდი მშვიდობა კარგომზე უკეთესია ვარიანტს ვათამაშებ ჯერჯერობით პრაქტიკულად დაგვართ. ესე ფონს ვამზადებ. ამასობაში ცხინვალში და სოხუმში უკვე ესე იგი გამკაცრდა რეჟიმი და ესე იგი უფრო ანტი ქართული რაღაცა განწყობები გაძლიერდა. რატომ? იმიტომ რომ აი ამ საქართველოში მოხდა პოლიტიკურ ცვლილებებში და აი ამ დაწყებულ მოლაპარაკებებში თავისთვის საფრთხე დაინახეს. და ისე იმიტომ რომ უკვე შეეჩვენა უკვე რაღაცა სისტემა ამუშავებული უკვე არის. ანუ ისე მიჩვეული იყო რომ აქ არის გათიშულობა სულ რუსეთს საქართველოს ერთმანეთს არ ელაპარაკებია. გარანტია არის რუსეთისგან. ეხლა ფიქრობენ, ეხლა ვაითო რუსეთი მოელაპარაკება საქართველოს და ჩვენ საფრთხის ქვეშ ესე იგი დავდგებით ესე იგი ჩვენი სტატუსი და ისა და ამიტომ იქ ეს შიში არსებობს. ამიტომ რუსეთი მათთვის ესე იგი დასანახად იმისაც რომ სტაბილურობა შეინარჩუნოს იქაც და ჩრდილო კავკასიაში საერთოდ რეგიონში ესე იგი ძალიან მკაცრად აყენებს ამ საკითხს. მაგრამ მე ეხლა უნდა ვნახოთ თუ მართლა ეს საკითხი ამოტივტივდა მოლაპარაკების დროს და თვითონ წინაპირობად დაგვიყენეს, მაშინ ყველაფერი ჩაიშლება. არ მგონია მათ ინტერესში იყოს ყველაფერი ჩაშალო. ამიტომ მე მგონი მაინც იმაზე დათანხმდებიან რომ ამ საკითხის გადადება და არ განხილვა და რაღაცა სხვა საკითხებზე ნულოვანი ეჯენდის მოლაპარაკება რასაც ქვია დაახლოებით აქ იმაზე ვსაუბრობ ჩვენ. დაახლოებით მე მგონი ასეც არ იმართება საკითხი. რა მინდოდა მეკითხა ბატონო ხშირად ამბობენ რომ თქვა რუსეთს აქვს გარკვეული ინტერესები საქართველოს მიმართ და რაღაცების დათმობის ხარჯზე ჩვენ შეგვიძლია მათთან მოვაგვაროთ ურთიერთობა, მაგრამ ჩვენ ამას არ დავთმობთ. ხო, თუნდაც მე მახსოვს რაღაც პერიოდის წინ არსებობდა ესეთი მოსაზრება, რომ რუსეთი ითხოვს საქართველოსგან რომ მათ ნატოსკენ სწრაფის ნაცვლად უბრალოდ ნეიტრალიტეტზე იყო ესეთი პერიოდი. იყო ესეთი ვარიანტი. ეს აგვისტოს ომის წინ ზუსტად. არსებობს ახლა კიდე ეს თემა კიდე აქტუალურია თუ ეს თემა უკვე მკვდარია საერთოდ და არა, მე მგონი ხვდებიან რომ საქართველოს ნეიტრალური ვერ იქნება იმის გამო რომ მასაც ჭირდება როგორც სახელმწიფოს გარანტიები, უსაფრთხოების გარანტიები და უსაფრთხოების გარანტია საქართველოს რეალურად აძლევს მხოლოდ ევროატლანტიკური ინტეგრაცია. თუ ჩვენ ნეიტრალურები ვართ, მაშინ რუსეთი უნდა იყოს. რა თქმა უნდა, ერთი ან მეორე უნდა იყოს. ამიტომ ამ ესე იგი აი უსაფრთხოების გარანტორი საქართველოსი რუსეთი ვერ იქნება და კაიხანი ვერ იქნება. თუ რაღაცა ძალიან არ შეიცვალა გეოპოლიტიკური ვითარება და ამერიკა და რუსეთი თუ არ დაახლოვდნენ ისეთნაირად, რომ თვითონ რუსეთი შევიდა ნატოში. მაშინ რა ვიცი ყველაფერია წარმოსადგენი, მაგრამ ეხლა ამ ვითარებაში მშვენივრად მოსკოვშიც ეს ესმით. მაგრამ აი ის ვთქვათ ესე აი ალბათ თქვენ ალბათ შემეკითხებით ბჟეჟინსკის პოზიციაზე, ლუკაშენკოს ინიციატივაზე. ბევრი ამბავი ხდება საქართველოს. ლუკაშენკოს აქვს ასეთი იდეა, რომ ვინაიდან ბელარუსი ხდება დსთ-ს თავმჯდომარე ქვეყანა გაისად და სამიტია ესე მინსკში, ეს სამიტი გამოიყენეს იმისთვის, რომ აი თვითონ ესეთი დიდი როლი, ასეთი ისტორიული როლი თამაშობს შემდგებლის, რომ რუსეთი შეარეკა საქართველოს, ასე რუსეთისგან რაღაცა დათმობები მიიღო აი ამ ტერიტორიების სტატუსთან დაკავშირებით, იმის სანაცვლოდ, რომ საქართველოს შევიდეს უკვე გახდეს უკვე მის ყველანაირ დსთ-ს წევრი და მთელი ამ კავშირების წევრი. და
პერსპექტივაში ევრაზიული კავშირი იწყება. და ამაზე ზუსტად რეაქცია გააკეთეს ბიჟნებრეზინსკიმ, როდესაც პრაქტიკულად იმ ტექსტში იხილავს არა საქართველოს საკითხს, არამედ ევრაზიის ესე ამ კავშირის პერსპექტივას და ამბობს, რომ პრაქტიკულად არ არისო პოსტსაბჭოთა ქვეყნები, რომელიც ამ ევრაზიულ კავშირში შევლენო და სახმობას განაცხადებენო და ჩამოთვლილი აქვს. და მაგრამ ესე იგი ამავე დროს აქვს ნათქვამი, რომ თუ საქართველოს თუ აქვს ეს ნათქვამი, თუ საქართველოს გახდა ესე სტრატეგიული პარტნიორი რუსეთის და ამ შემთხვევაში მოკავშირე რუსეთის შეიძლება დაკარგოს ამერიკის მხარდაჭერა. ეს არის ვარაუდის და რაღაც გაფრთხილების სახით გაკეთებული ზუსტად რეაქცია ლუკაშენკოს. თვითონ ახლა ამერიკის პოზიციას თუ ავიდოთ, თქვა რუსეთ საქართველოს ურთიერთობებში ყოველთვის გვეუბნებიან, ესე ვთქვათ, გვეუბნებიან რას ნიშნავს, ვისაც საჭირო იმას ეუბნებიან, რომ აუცილებელია ურთიერთობის აღდგენა, უნდა კონკრეტულად. ყოველთვის ამას ამბობენ, სააკაშვილოსაც ეუბნებოდნენ ამას. ყველას ეუბნებიან, ხო ეს არის რაღაც ამერიკის პოზიციას, არა მხოლოდ ამერიკის, ევროპას ამას გვეუბნებოდი, ბატონო. ყოველთვის იყო მოწოდება დიალოგისკენ და სხვათა შორის ესე ამაზე რომ პირდაპირ ესე ვერ ამბობდა სააკაშვილიო დიალოგი არ მინდა და არ მაწყობს და ჩაკეტილობა რომ მაწყობს, არა, ამიტომ აცხადებდა, რომ ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის ესე წინაპირობების გარეშე. აი საზღვარის გავხსენით, მაგრამ ეს ხდებოდა იმდენად ანტირუსული, თქვათ ესე აი ანტაგონიზმის კამპანიის და ანტაგონიზმის ფონზე, რომ რუსეთში ყველა მიცოდა ეს არის სიტყვები. ესე ამას არ მოყვება არაფერი. და ამიტომაც ისინი ამბობენ, რომ ხო, ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია ესე განვიხილოთ, ოღონდ ესე აი ეხლა ამათთან არა. ხო და აი ეხლა მოვიდა სხვა ხალხი, ეხლა უკვე დგება უკვე პრინციპული საკითხი, რომ შენ მზად ახარ იმისაც რომ რამე განიხილო. იმიტომ რომ პრაქტიკულად ესე რა არის? მოსკოვისთვის ეს არის ისტორიული შანსი საქართველოსთან ნორმალური ურთიერთობის აღდგენის. შეიძლება ეს შანსი დაკარგონ და მე აღარ მოვიდეს. ისეთი მთავრობა მოვიდეს საქართველოში, რომელიც ისევ იტყვისო თქვენთან არაფერი საერთოდ არ მინდა. თუმცა რამდენად შესაძლებელია იქ რომ საქართველოს საერთოდ რომელიმე ეტაპზე, გავიარეთ ესეთი ეტაპი, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს ეტაპიც ხომ დრო დასრულდებოდა გასაგები იყო. გასაგები იყო, უნდა დასრულებულიყო. დიდხანს ამის გაძლება საქართველოს თქვას რომ მე რუსეთს საერთოდ აღარ დაველაპარაკები. ამ პირობებში რომელშიც ახლა ვართ, ესეთი რაღაცა დიდხანს უბრალოდ ვერ გაგრძელდება, იმიტომ რომ ორი ძალიან მნიშვნელოვანი თემა გვაქვს საბოლოო ჯამში, მაინც რუსეთთან არის მოსალაპარაკებელი. თუმცა ახლა სხვაგან გადავიყვანოთ ეს საუბარი, არის კი ეს რუსეთთან მოსალაპარაკებელი თუ ეს არის უშუალოდ აფხაზებთან და ოსებთან მოსალაპარაკებელი. ეს არის უშუალოდ აფხაზებთან და ოსებთან მოსალაპარაკებელი, მაგრამ უდიდესი მნიშვნელობა აქვს ამ დროს რუსეთს რა პოზიცია უკავია. თუ ის პოზიცია უკავია, რომელიც მაგალითად უკეტავს აფხაზებს და ოსებს ნებისმიერ საუბარს აი ამ თემაზე ჩვენთან, მაშინ არ მოხდება ეს საუბარი. ამიტომ კეთილგანწყობა რუსეთისა აი ამ საკითხებში არის გადამწყვეტი. სხვანაირად აფხაზებში და ოსებში იმარჯვებს ის ხალხი, ვინც წინამდეგია ჩვენთან ნებისმიერი კონტაქტის. რატო ხდება ეს? რატო ხდება? იმიტომ რომ მათ აქვთ, ესე იგი თავის, ესე იგი აი თანხვედრა პოზიციების ეხლა ოსების, აფხაზების, რუსების ამაში. როდესაც განხეთქილება შევა უკვე ამაში და იქნება სხვადასხვა პოზიციების, მაშინ უკვე წინ წამოიწევს სხვანაირად მოაზროვნე ხალხი. იგივე რუსეთიც ამბობს, რომ მე ახ არაფერ შუაში არა ვარ, ქართველებმა ამხაზებთან და თქვენ თვითონ მოაგვარეთ. მე ვაღიარე ისინი, თუ ისინი თვითონ იტყვიან უარს. ჟენევის მოლაპარაკებებზეც ესეთ გასაკეთებია. მოაწერეთ ხელი უსაფრთხოების შესახებ, ესე იგი ხელშეკრულებები ორმხრივი აფხაზებთან და ოსებთან. მაგრამ შვენერად იციან საქართველოს ვერ მოაწერს, სანამ არ მოიძებნება ისეთი ფორმულირება, ხო რა? ხელმომწერის ისეთი სტატუსი, რომელიც არნიშნავს იმას, რომ ჩვენ მათ უკვე ამით ვაღიარებთ. შეიძლება მოიძებნოს ასეთი სხვათა შორის ფორმულირება. ამაზე ახლა მიდის მუშაობა, რომ ესე იგი ჩვენ მხარეები ისე განსაზღვრება მოხდეს, ესე იგი აი მხარეების, რომლის შედეგადაც ეს მხარეები შეიძლება აღმოჩნდნენ ხელშეკრულებაზე ხელმომწერანი, მაგრამ ამავე დროს ეს საქართველოს მხრიდან ხელმოწერა, როგორც სახელმწიფოს მხრიდან არ აღიარებოდეს როგორც აღიარება. აი ეხლა ეს არის ძალიან ისეთი აი დიპლომატიური ესე იგი ისეთი მომენტი. ბატონო, ძალიან საინტერესო თემაზე ვართ, მაგრამ რეკლამის დრო გვაქვს ეთერში და 2 წუთით შევისვენოთ, ზუსტად 2 წუთში დავრუნდებით. გოგი ხუციშვილი კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელია, მადრესის ნომარი. დავრუნდით პირდაპირ ეთერში გოგი ხუციშვილი კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი არის მატრიცის სტუმარი. ჩვენ დავიწყეთ საუბარი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობით და თავისთავად ცხადია, რომ ეს საუბარი თანდათან უკვე ქართულ-აფხაზურ, ქართულ-ოსურ ურთიერთობაზე გადავიდა. ბატონო გოგი, ისე ვიქავართ პრინციპში, ხო, სადაც ვიყავით, ანუ რამდენად ხო, ეხლა აქ არის ორივე ვარიანტი არსებობს, ხო, ანუ ერთის მხრივ ჩვენ ვამბობთ, რომ წლების განმავლობაში რომ გასაღები ამ კონფლიქტის, ეს პირდაპირ ციტატაა ხუთვარსკვლავი ედვარდ შევარდნაძის გასაღები დევს მოსკოვში და მეორეს მხრივ
ვამბობთ, რომ პირდაპირ მოლაპარაკებას უნდა დავიწყოთ, თქვათ, ოსებთან და აფხაზებთან. ამ რაღაც დუალიზმია ამ შემთხვევაში. რეალურად სად არის ეს გასაღები ეს? გასაღები არის ყველგან. ყველგან. მოსკოვში მარტო არ არის ეს გასაღები. ვინაიდან, აი ახლა წარმოვიდგინოთ, რომ მოიხსნას რუსეთის ფაქტორი საერთოდ. ჩვენ მაინც ამით პრობლემა ავტომატურად არ გადაიჭრება. არ მოიხსნება პრობლემა აფხაზების და ოსების. მათთან იქნება მაინც რაღაც სერიოზული რაღაცა პრობლემის გადალახვა იქნება საჭირო. ეს მოსკოვის გასაღების ესე ვთქვათ მოსკოვისთვის გადაბრალება ხო არა ზუსტად ნაწილი იმის რასაც თქვენ საუბრობთ რომ ჩვენ ვერ ვიპოვეთ ფორმულა რომ აფხაზებს და ოსებს ველაპარაკოთ ისე რომ თან ისინი არ ვაღიაროთ თანაბარ მონაწილეებად ამ საკითხზე. ბატონ გიორგი, სამწუხაროდ აგვისტოს ომის შემდეგ მოვძებნეთ სხვა ფორმულა, რომლის მიხედვითაც გავაუქმეთ საერთოდ აფხაზები და ოსები და თქვით, რომ ესენი არიან რუსეთის მხარის ნაწილი. ჩვენ გვაქვს ერთადერთი კონფლიქტი რუსეთთან, როგორც ოკუპანტ ქვეყანასთან და პრობლემის გადაწყვეტა მდგომარეობს დეოკუპაციაში. თითქოს ესე იგი ეს ხალხები არც არსებობს. ამაზე საუბარი. ხო, და ამათ რა თქმა უნდა აგექვეს ისეთნაირად რომ თუ ესე იგი ხალხად არ თვლით და თვლით რომ მთელი პრობლემა მოსკოვია და მოსკოვთან თუ მოაგვარეთ. ხო, მაშინ ელაპარაკე ესე მოსკოვს. კი ბატონო. აი სინამდვილეში ეს ფორმულა ესე უნდა იყოს გადახედილი აუცილებლად. ანუ ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ მოსკოვთან გვაქვს რეალური პრობლემა, დეოკუპაციის საკითხიც დგას, მაგრამ ჩვენ გვაქვს ასევე პრობლემა აფხაზებთან და ოსებთან. და არა მხოლოდ დე-ფაქტო ხელისუფლებასთან. ჩვენ გვაქვს პრობლემა საზოგადოებასთან. სერიოზული, იმიტომ რომ იქ აი ეს კონფლიქტი, რასაც ქვია, რომელიც არის არა მაგიდაზე, რომელიც არის არა ქუჩაში, არამედ ტვინში. ტვინშია კონფლიქტი. აი ეს კონფლიქტი არის არა მხოლოდ ხელისუფლებაში. უნდა ეს უნდა კარგად გავიგოთ, რომ ეს არის საზოგადოება, ეს არის ხალხი. ხალხშიც პრობლემაა. და ამიტომაც ესე ეს არ გადაწყდება არც თქვათ ახალი თავრობის ახალი პოზიციით, და პოზიციის შეცვლით არ გადაწყდება ეს პრობლემა. და ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ხელი შევუწყოთ აფხაზებთან და ოსებთან, ესე იგი, აი ამ მომავალში, აი ამ პრობლემის გადაწყვეტას, იმით რომ მოსკოვში შეიცვალოს დამოკიდებულება და ქართულ-რუსული ურთიერთობები უკვე სხვა ფაზაში გადავიდეს. გარდა ამისა, ჩვენ ისევ ჰუმანიტარული, ეკონომიკური სხვა აი ვაჭრობის, თქვათ, აი ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიებზე, ესე იგი, ვაჭრობის განვითარების, სხვადასხვა ურთიერთმომგებიანი პროექტების გაკეთებით ისევ არ შევეხოთ სტატუსის საკითხს. ჩვენი წარმოდგენა გვაქვს სტატუსზე, მათ თავის. მაგრამ აი ეს არ უნდა გვიშლიდეს ხელს, რომ ვივაჭროთ და ვიურთიერთობოთ. აი ეს თუ აი ამან თუ გაჭერა, ეს თუ ესე იგი თუ გადალახვა ეს ამ ბარიერისა გამოგვივიდა, აი იმის შემდეგ უკვე უფრო ესე იგი განსხვავებულ ფონზე ჩვენ შეგვიძლია უკვე ლაპარაკი ისეთ საკითხებზე, რომელიც პრაქტიკულად ჩვენ დაახლოებას უკვე გამოიწვევს. თუმცა აქ ხა მახსენდება თქვათ იგივე პაატა ზაქარიაშვილის ინიციატივა მასთან დაკავშირებით, რომ აფხაზური პასპორტები თქვათ საქართველოს ტერიტორიაზე, დანარჩენ ტერიტორიაზე ესე თქვათ ჩათვლილიყო, პირადობის დამადასტურებელი საბუთის სტატუსი მიენიჭებიათ და რა აყალმაყალი მოყვა აი ამ ძალიან ეს იდეა იცით როდის დაიწყო ამის განხილვა, აი როდესაც მიდიოდა სახელმწიფო სტრატეგიის დოკუმენტზე მუშაობა. ეს იყო 2009 წლის შემოდგომა, 2010 წლის უკვე იანვარ-თებერვალში უკვე ეს იყო დამტკიცებული და გავრცელებული და ამის საკითხაც კი არ მოინდომეს, ესე იგი აი თითქოს დასახელების გამო, სადაც იყო ოკუპირებული ტერიტორიები ნახსენები. ამ სიამბლში არ აწყობდათ, იმიტომ რომ იქ ბევრი იყო კონსტრუქციული წინადადება სხვათა შორის. მაგრამ აი ეს ერთ-ერთი პუნქტი, რომელიც მუშავდებოდა იმ დროს, იმისაც რომ აი სტრატეგიაში ყოფილიყო ჩადებული ან არა, იყო აი ამ აფხაზური პასპორტის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დაშვება. იმიტომ რომ იქ არ არის არაფერი ანტიქართული, ის არის წერია, დასახელება იგივეა. რესპუბლიკა აფხაზია, ამას ესე იგი სხვა რამე არ ქვია, ესე იგი ჩვენი წარმოდგენით, ესე იგი ამას ხო და არის ადგილობრივი და ესე იგი ყოფილიყო ეს დოკუმენტი, მათი დოკუმენტი, ამას წინამდე გაიქნებოდა. პიროვნების დადასტურებელი. კი ბატონო, ესე იგი წამოსულიყო და რაღაც იმიტომ ქართულ პასპორტს ის არიღებს გალის მოსახლის ზოგიერთი მოსახლის გარდა, რომელსაც აქვს და ინახავენ ესე ქართულ პასპორტს, რა დაჭირდება გადმოდიან, მაშინ ამოიღებენ, იქ ინახავენ და არეჩვენებენ და ესეთი რა, ყველა მიცის რომ აქვთ, მაგრამ ესე არაწუხებენ და აი ეს ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის, რომელიც ესე იგი შეიმუშავა რეინტეგრაციის სამინისტრომ, ისიც არ არის. ისიც ესე იგი არა მოწონთ კი არა. ესე პრაქტიკულად მათ
ვისაც აქვს რუსული პასპორტი, მგზავრობს რუსული პასპორტი და ამიტომ საქართველოში შეუძლია შემოვიდეს იმ რუსული პასპორტით, რადგან ჩვენ რუსეთთან საბრძოლო რეჟიმი არ აქვს. ამ იდეამ, ესე იგი, ვერ გაამართლა, ესე იგი, ეგონათ, რომ ესე იგი მასობრივად ეხლა ამას გამოიყენებენ და ისიც იმანაც იმოქმედა, რომ აღმოჩნდა ძალიან მძიმე საერთაშორისო დონეზე დასამკვიდრებელი პროექტი, აი ეს, რომ ესე იგი, ომხრივი ხელშეკრულებები ქვეყნებთან ყოფილიყო ხელმოწერილი, რომ ესე იგი, აი ეს დოკუმენტი თავიანთ საზღვარზე უკვე შემშვებ რაღაცა უკვე ეს დოკუმენტად მიიღონ და უკვე აღიარონ. არ მოხდა ეს ამბავი. სულ რამდენიმე ქვეყანა აღმოჩნდა ასეთი. მე მგონი 4 ქვეყანა. ვისაც მოაწერა, ვინც მოაწერა ხელი, ესე იგი, აი ამ ხელშეკრულებას. ანუ ძალიან ბევრი დაკვირვებები იყო, რომელიც იყო წინასწარ კარგად გათვლადი და შეიძლებოდა გვეთქვა, რომ მაგრამ იცით რა იყო? აი ესეთი პიარის, აი ეს იყო ესეთი პოლიტიკა, გაიგეო? აი რაღაცა ერთი წინ გადადმული ნაბიჯი, ესე იგი, ვაჩვენოთ, დავსახოთ, ესე იგი, დავხატოთ ამის ძალიან ნათელი პერსპექტივა, ვთქვათ, რომ ეხლა ჩვენ მობილიზებას ვახდენთ მთელ საერთაშორისო საზოგადოებას, რომ აი ამას დაუჭიროს მხარი და საბოლოოდ გავიმარჯვებთ. რაღაც აი ესეთი რაღაცა, ნუ ურა პატრიოტიზმი და რაღაც ეს ეიფორიული დამოკიდებულება. რაც გამოვიდა დავინა. თუ დაუბრუნდებით ისე თავდაუსხმელობის და შეარაღებული როგორ არის ფორმულირებული, რაზეც ვთხოვენ ხო ხელის მოწერას, შეარაღებული შეტაკება აღარ მოხდება, ხო თავდაუსხმელობის დოკუმენტი. აქ დგას ისე ის პრობლემა, ხო, ვისთან ვაწერთ ხელს. მაგრამ რამდენად არის შესაძლებელი სამხრივი დეკლარაციის დონეზე გაკეთეს? უკვე გაკეთა. საქართველოს გააკეთა, მაგრამ ამას არ საჭიროა ეს რაღაც გასაუბრენ, იცით? ესე იგი, აი ოფიციალური რუსული პოზიცია, რომელიც მე თვითონ მოგვისმენია ამით ესე. თქვენ ამას ამბობთ, ესე იგი, აი ჩვენ უკვე ეს მოგვისმენია 2008 წლის 7 აგვისტოს საღამოს. როდესაც ესე იგი იყო გარანტია, რომ აღარ განახდებოდა და ერთი საათის შემდეგ რა მოხდა ყველა ვნახეთ. აი ეს არგენდობის ვარიანტია. თუმცა თუ ხელს მოვაწერ, თქვა მე და თქვენ თუ გავაფორმებთ რაღაც დოკუმენტს, მაინც შემიძლია დავარღვიო ხა. ნდობა ამ მაგრამ აქ მე მგონი ესე იგი უფრო აი მომავლისთვის ესე ვამბობ ამას, რომ ეს უნდა მოხდეს აუცილებლად მესამე მხარის საერთაშორისო ესე იგი აი ამ გარანტიებით უნდა მოხდეს. ამიტომ ჩვენ მჭირდება ევროპელი ან ამერიკელი გარანტია მისი. თუმცა რუსეთი არ უშვებს მათ ამ მოლაპარაკებებზე, არ აძლევს საშუალებას. ამბობს რომ ეს უნდა იყოს ყველაფერი ესე ორმხრივი და ორმხრივი მე უბრალოდ დამკვირვებელი ვარ, თქვენ არ დაჩაგროთ ისინი. ეს პოზიცია აქ პრაქტიკულად. მაგრამ პრაქტიკულად თქვენ გვაქვს საქმე აფხაზებთან და ოსებთან, ესე ამბობენ. მაგრამ მე ვამბობ, რომ ეს ყველაფერი არის არაჩაკეტილი და არაგაყინული იმ შემთხვევაში, თუ მოხდა აი საქართველოს რუსეთს შორის ურთიერთობის რაღაცა სხვა სიბრტყეზე გადაყვანა. თუ რუსეთმა უკვე ვერ წარმოაჩინა საქართველოს როგორც მტრულად განწყობილი ქვეყანა კავკასიაში, ეს არნიშნავს იმას, რომ ჩვენ შევიცვალეთ ორიენტაცია. მაგრამ თუ ასე მაშინ უკვე ვეღარ დაიწყებს манипуლირებას აფხაზეთით და ოსეთით. ვეღარ ყველა ვარიანტში მოლაპარაკება გვჭირდება. რა თქმა უნდა, ყველა შემთხვევაში, ანუ ალტერნატივა არ არსებობს. იმის არ თუნდაც ვერაფერზე ვერ შევთანხმდეთ, მაინც უნდა მაინც ეს პროცესი უნდა არსებობდეს. და თუ მოხდა აი ამ ფონის, აი თქვა ანტაგონისტური და ესე იგი აი დაპირისპირებული ფონის მოხსნა რუსეთთან, ეს ბევრ რაღაცაზე გავლენას მოახდენს. და მაინც ისე თუ აფხაზეთის და ოსეთის თემას დაუბრუნდებით, როგორ გვაქვს თუ არა რაღაცა პოლიტიკა, ჩანს თუ არა რაღაც პოლიტიკა, რომ ჩვენ ვცდილობთ ამ ადამიანებთან ლაპარაკს, უშუალოდ ამათთან ლაპარაკს. აი ორი თვე გავიდა მართლა. რატო ვიცით, მაგრამ ეხლა მე ზარწმუნებული ვარ, ეხლა პალატა ზაქარიშვილი და ყველა ეს გააკეთებდა მაქსიმუმს, რაც რომ ეს აემუშავებინათ, აი ეს კონტაქტები, მაგრამ ჩაკეტილობა მოდის მათი მხრიდან, ესე იგი იმპულსია, ესე იგი ისეთი ცხინვალიდან და სოხუმიდან, რომ აი იმის გამო ზუსტად რომ ჩვენ იქ შეიცვალა ვითარება, აი ჩვენ ესე იგი აი არა ვართ ეხლა აი შიშის არის და რაღაც ისეთი აი ახალი ბარიერი გაჩნდა, მაგრამ მე ვთვლი ესეც დროებითია. ესეც დროებითია, ვინაიდან პრაქტიკულად ესე არის ძალიან ბევრი რეალური საკითხი, რომელშიც საჭიროა ჭირდებათ აფხაზეს, ესე იგი ქართველებთან ურთიერთობა, ოსებსაც ჭირდებათ ქართველებთან ურთიერთობა. მაგალითად სასაზღვრო რეჟიმი, გადაკვეთის თემა ძალიან გართულებულია, განსაკუთრებით ახალგორში. არის მართალი. ხო, ესე იგი ეს უქმნის მათ პრობლემებს. გაზის და წყლის მომარაგება ცხინვალის არის დამოკიდებული
ესე იგი აქეთ, ესე იგი გორის რაიონზე. გორის მეორე რაღაც ქართული სოფლები კიდე ცხინვალზე არიან. ხო, რაღაც ვინაიდან ასეთი ჩახლართული სისტემაა, მოითხოვს თანამშრომლობას, ტექნიკურ თანამშრომლობას ქართული და უსური მხარეს. რომელიც შეიძლება ვთქვათ განვითარდეს როგორც რაღაცა თანამშრომლობის მოდელი. ანუ რაღაც ყოფითი თემები შეიძლება გადაიზარდოს უფრო რა თქმა უნდა. ეს არის და მე გეტყვით რომ ეს არის სოფლიოში ბევრგან აპრობირებული კონფლიქტის მოგვარების გზა. ჯერ იწყება რაღაცა კონკრეტული საკითხით, იწყება რაღაც კონკრეტული ვთქვათ ესე პრაქტიკული პრობლემის მოგვარი, ერთობლივი მოგვარებით და ამაზე მე აიგება უკვე სხვა ტიპის პროცესი. ანუ ჯერ უნდა დავინახოთ რომ კაცი-ჭამები არა ვართ არც ერთი მხარე ჩვეულებრივი ადამიანებებს მე ერგნეტზე ერთგანეთი ჯერჯერობით პერსპექტივა არ აქვს ამას და ამ ინფორმაციაში რა პრობლემაშიც იყო ალბათ იყოს იქით ამ მხარესაც ვთქვათ ზუგდიდის მხარესაც რაღაც დიდი სავაჭრო ანკლავის შექმნაზე არა აქვს აი ზუგდიდთან ეხლაც არის ადგილი სადაც აი რაღაც გარკვეულ დღეებში გარკვეულ საათებში აფხაზები და ეს იქიდან გადმოსული მანქანები რაღაცას ყიდიან აქედანაც რაბარა და ერთობლივი რაღაცა არის ადგილი სადაც ეს ხდება ნუ ეს კაი ხნის განმავლობაში ხდებოდა ეხლა ამ წუთში არ ვიცი რა მდგომარეობა რაც შეეხება ახალგორს იქ არანაირი ესეთი არ არსებობს ესე ერთგნეთის რაღაც აი შემსული არაფერი არ წარმოშობილი მაგრამ იყო ლაპარაკი ცხინვალში იმის თაობაზე რომ აი იქნებ გამოჩნდეს საშუალება რომ ამის თქვათ ესე აღდგენა მოხდეს უკვე რაღაცა ახალი ფორმით არსებობს ეს პერსპექტივა მაგრამ ეს ყველაფერი კიდევ აწყდება იმას რომ აი ეს გაუცხოების ფონი უნდა მოიხსნას და ამისთვის მათ უნდა ვერ უნდა შეძლონ манипуლირება იმ საკითხით რომ აქედან საფრთხე ემუქრებათ თუ მაგალითად წინა ხელისუფლების დროს მათ ჰქონდათ კიდევაც რაღაცა საფუძველი ეფიქრათ რომ აი გვეუნებიან მეგობრობაზე და ამ დროს პროვოკაციას გვიწყობენ ესე იგი ამის რაღაცა ნიშნებიც არსებობდა არა ეხლა უკვე არ უნდა იყოს ეს ნიშნები მთლიანი პოლიტიკა მთელი სტაბილური უნდა იყოს ისეთნაირად რომ არ გერჩით არაფერს არ ვამზადებთ არაფერს ესე მაინც აი თქვენთან თუ არაფერი არ გამოგვივიდა მაინც არ გიწოვთ არაფერს კი ბატონო იყავით თქვენთვის თუ გამოვიდა ჩვენ შორის რაღაც ერთობლივი ინტერესი დავახლოვდეთ ვილაპარაკოთ მაგრამ თქვენ უნდა დავწმინდეთ რომ ჩვენგან თქვენ უსაფრთხოდ უნდა იგრძნოთ თავი იმიტომ ჩვენ არ გაჩი და არაფერს არ ვაბზადეთ თქვენ წინააღმდეგ აი ეს უნდა მოხდეს ეს ნელ-ნელა უნდა დამკვიდრდეს და მე უკვე გამოჩნდება ხმები იქაც რომ ესე იგი რა გვინდა ჩვენ როცა ეს ხალხი თავისთვის არის ჩვენ ამბობენ რომ არის რაღაც გარკვეული ამაზე იმდენი წელია უკვე საუბრობენ რომ არის გარკვეული უკმაყოფილება თქვა აფხაზებშიც და ოსეთშიც თვითონ რუსეთის მიმართ და ბევრი არის რა თქმა უნდა ის რომ რუსეთი მათ არ ეპყრობა ისე როგორც თქვა თანაბარ და უფრო მეცაც გეტყვით ისინი ჩაგრავს და ასე მაგრამ ესე ხმები მაგრამ რაღაც დასტურდება რეალურად ესე არის ეს ხმები ვინაიდან ხედავენ ვინც არის ცოტა უფრო წინწასული განათლებული ადამიანი აი აქტიური ნაწილი საზოგადოების მათ რა თქმა უნდა აწუხებთ ის რომ მხოლოდ რუსეთზე არ იყვნენ დამოკიდებული ამიტომ ევროპული რაღაც გარკვეული ელემენტი ხო შევიდეს ამის წინამდე ისინი არ არიან მაგრამ რუსეთი იქ ისეთ რეჟიმს ამკვიდრებს რომ ვერავინ ამის შესახებ ვერ ამბობს პირდაპირ რომ მოდი რა ესე რუსული თურქეთზე გასასვლელიც აქვს ხო აი თურქეთი და რუსეთსა და თურქეთს შორისაც კონკურენცია მიდის სამხრეთით იმიტომ აი დამკვიდრების გავლენის ზონები და ეს რა თქმა უნდა უამრავი აფხაზი არის თურქეთში მაგრამ როდესაც აფხაზეთმა ესე იგი აი მთელი სახელმწიფო პროგრამა წინა წლებში წამოიწყო იმის შესახებ რომ ხალხი გადმოასახლოს და დაასაქმოს და ბიზნესის საშუალება მისცეს მათ დაინახეს რომ იქ პირობები აფხაზეთში ბუნებრივი პირობები გადასარევია მაგრამ თვითონ აი არანაირი გარანტიები იმისაც რომ რეკეტის მსხვერპლი არ გახდეს არაფერი და ამ სისტემაში უბრალოდ ესე ჩათვალეს რომ არ უერთთ მათ თვითონის მოხაჯირების უკან დაბრუნებას რომელი თქვათ ესე იგი აი თურქი აფხაზი იქ გახსნის ესე ბიზნესს და იგრძნობს თავს უსაფრთხოდ აფხაზეთში ასეთი რაღაც არ ხდება და ამიტომ ეს პროგრამა ჩაიშალა ძალიან დიდი მადლობა ბატონ გუგი დიდი მადლობა ანალიზისთვის გოგი ხუსიშვილი კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი იყო მატრიცის სტუმარი გადაცემის შემდეგ ნაწილში ვისაუბრებთ ხელოვნებაზე ქართველი მხატვრები აპირებენ ჩაატარონ აუქციონი და მხატვრობა ამ კვირაში უკვე მეორეჯერ გვაქვს მატრიცაში თემა თუმცა ამჯერად საუბარი არ არის სოტბის კრისტის ან კიდე რაიმე სხვა გამოჩენილ აუქციონზე არამედ აუქციონზე რომელიც საქართველოში ჩატარდება და საიდან შემოტანილი ფულითაც ქართველი ხელოვნები ქართველი მხატვრები შეიძენენ ეგრეთ წოდებულ art house ანუ ხელოვნების სახლს კახეთში. მხატვარი გიო გუგუშვილი იქნება მატრიცის სტუმარი რეკლამის შემდეგ. ქართველი მხატვრები საქველმოქმედო აუქციონის გამართვას აპირებენ 18 დეკემბერს 18 საათზე. გამოიშვინება რამდენიმე ათეული ნამუშევარი და შემოსული თანხით იგეგმება შეიძინონ ეგრეთ წოდებული ხელოვნების სახლი კახეთში. გიო გუგუშვილი მხატვარი იქნება მატრიცის სტუმარი.
სამშვიდობის ეგია, მადლობა მოსვლისთვის, როგორც მივხვდი, არტ-ჰაუსი კახეთში, ეს არის რაღაც ნიკო ფიროსმანის ოცნება, ხო? ვიყიდოთ სამოვარი, დავდგათ, დავსწრეთ. არა, ის შუაქალაქში უნდა. შუაქალაქში ეს არის ძალიან ძვირია ეხლა და კი, ძვირია, რა თქმა უნდა. კახეთში გადაწყვეტეთ ამ იდეის განხორციელება. დიახ. ეს ის ვარიანტი. ამას ყველაფერს აქცინაპირო მოგიყვებით ყველაფერს თანმიმდევრობით. ესე იგი, ჩვენ რამდენიმე 2 წელია ვახორციელებთ პროექტს მეგობრობის პალიტრა ასე ქვია და ეს პროექტი ითვალისწინებს ერთობლივ საერთაშორისო პლენერების მოწყობას. ანუ ეს რა არის? ჩამოყვავს უცხოელი მხატვრები, ქართულ მხატვრებთან ერთად ხატავენ და უზრუნველყოფილები არიან მხატვრები ამ პლენერში მონაწილეები, კვებით, საწყობელი ფაქტით, სახატავი მასალით, პრესასთან ურთიერთობით, ექსკურსიები, ყველაფერს იღებს მიმღები მხარე, ანუ ჩემი ორგანიზაცია გამოფენა საბოლოოდ და ეს კონტაქტები მოხდა ამდენი ურთიერთობები. ეს ნახატები რჩება მე ინფორმაციაში სადაც პლენერი გაიმართა თუ მიაქვთ ხატვებს თავი. ნაწილი მიაქვთ, ნაწილი რჩება ეს სპონსორისთვის, რომელიც მიიღებს დაუშვათ იმ ღირებულ ნამუშევრებს, ბევრად უფრო ბევრ თანხად ღირებულს, ვიდრე იყო დასპონსორებული. ეს მეორადი საკითხია. მთავარი არის რომ ესეც პლენერებს ვაკეთებთ. მერე საპასუხოდ ქართველები მიდიან უცხოეთში, ევროპაზე ალაპაკი, პოლონეთსა და ლიტვაში. ხო და ასეთი გავაკეთეთ 12 უკვე 6 საქართველოში ამ 2 წლის მანძილზე და 3 პოლონეთსა და 3 ლიტვაში. და იქით ყავს პარტნიორი ორგანიზაციები პოლონეთში და ლიტვაში. ეს არის პოლონეთში არის მხატვართა კავშირი პოლონეთის და მისი აკადემია სამხატო გდანსკის. და მეორე ლიტვაში არის 2 ორგანიზაცია, იქ მაგრამ იქ უკვე არასამთავრობო ორგანიზაციებია, ერთი არის უჟუპისი ვილნიუსში და ერთიც არტკომასი კაუნაში. ხო და რატომ ამბობ ახლა მაგაზე რომ როდესაც ჩვენთან ჩამოდიან მხატვრები და ჩვენ ამ პლენერებს ვაწყობთ, სადაც ხდება რა თქმა უნდა უამრავი დადებით მხარეა მხატვრებისთვის საინტერესოა ძალიან ამაზე მე ვილაპარაკოთ მოდი და როდესაც ჩვენ ვიჩადიან იქ იმ ორგანიზაციებს აქვთ ბაზები დაუშვათ აი საკუთარი შენობები სადაც მიიღებენ და ჩვენთან რო ჩამოდიან მე ყოველთვის ვიწევ და ძებნა რაღაც შენობის ბინის არა სახლება ხო არა იცი როგორ არის სახლს ვქირობთ უმეტესად რომ გქონდეს პირობები რაღაცა ქალაქგარეთ დაუშვათ ბათუმში ან სადაც ხო და იქ ვქირავ გვიწევს ქირობა კერძო სახლისაც ხალხი ცხოვრობს და კი გავლენ დაუშვათ რაღაც პერიოდით 10 დღით 2 კვირით ხო მაგრამ იქ ხალიჩაა იქ რაღაც ავეჯი დღეს არ დაგესვაროს ფრთხილად რაღაც იქ ეს ყველა კარგად აღყვეს მისვარებულის ფოტოა და ანუ ეს პრივატული სიტუაცია ის იმდენად ჭარბობს იმ გარემოში რომ არ უწყობს ხელს აი პროფესიონალურ დაუშვათ აი ამ პლენერების ჩატარებას ხო და აქედან იდეა რომ აქედან წარმოგიშვება ჩვენი ბაზა სადაც გავაკეთებთ ავაწყობთ ამას ისე რომ იყოს სპეციალურად სახელოსნოები სადაც შეგავაკეთებთ დაუშვათ ან გრაფიკისთვის იქნება დაზგა იქნება იქ იქნება განათება გათვალისწინებული უკვე და აი სახლი რო ვიპოვეთ იმაში კახეთში შერჩეული გაქვთ უკვე შერჩეული გვაქვს იყიდება გამყიდველმა არ იცის გასაგები რო იყიდება არ იცის არა ჩვენ რო გადაწყვეტილი მაქვს მაგრამ გადაწყვეტილი ეს იმედებია და ვნახოთ ახლა რა მოხდება და აი ასეთი იდეა დაიბადა და მხატვრებმა ახლა ვისაც გავუზიარენ ეს იდეა ყველამ უარი არავის არ უთქვია პრინციპში და ყველამ გვაჩქვა ვინ მონაწილეობს თქვა აი ამ პროექტში ქართველი მხატვრები ვისი ნახატი შეძენა შეიძლება შესაძლებელი აი აუქციონზე თქვენი თავისთავად გასაგები ჩემი მინდა გითხრათ ახლა არ არის ყველაზე საუკეთესო რა თქმა უნდა მაგრამ ყველაზე მეტი ჩემია იმიტომ რომ როგორც ავტორი პროექტის და ყველაფერი ამ იდეის და ყველაზე მეტი ჩემი სურათი მე ჩავდები იმისთვის რომ ეს საზოგადოებრივ ეს სახლი შევიძინოთ მაგრამ არის აი ვახტანგ მეგრელიშვილი არის ასეთი გრაფიკოსი ჩვენერი ნამუშევრები გვაჩუქა 3 ნამუშევარი მამუკა ცეცხლაძე მაგის ნამუშევარია ელდარ ქავშბაია და არის ახლა პრინციპში ძალიან ბევრი მხატვარი არ არის მაგრამ
ნამუშევარი მოგროვდა ბევრი. თან ამას დაემატა პოლონელი მხატვარი არის არტისტი ბატონი ვიქტორ ქშიშტოპოვსკი, მაგის ნამუშევრები 20 ნამუშევარია მაგისი და ლიტველი ფოტო ხელოვანია, უпроსად ხელოვანი, რომლის ფოტოებიც აგვაქვს, თან ფოტოები ამობეჭდილი, თავის ხელით გაკეთებული, იმითი ამ პრინტია ეგრეთ წოდებული. მოგროვდა სადღაც 50-ზე მეტი ნამუშევარი და ეხა ამ აუქციონზე, როდესაც ჩვენ ვაკეთებთ, მინდა გითხრათ, ეს აუქციონი ეწყობა პოლონეთის ელჩის რეზიდენციაში. ეს ამ აუქციონზე ფაქტობრივად ჩვენ ნახატებს კი არ ვყიდით, ამ აუქციონით ჩვენ ვყიდულობთ art house. ანუ პრინციპული მნიშვნელობა ნამუშევარს არ აქვს, ეს უბრალოდ მიზეზია, რომ შენ მეცენას ვისაც ექნება სურვილი, რომ აი ამ იდეაში ამოგვიდგეს გვერდით, რა თქმა უნდა, მიზეზი ექნება, რომ აი ეს ფული გადაიხადოს და რატომ ხაუნაში აგროვოთ თუ საიდუმლო არ არის, რატომ ხაზია საუბარი? ეხა გააჩნია რა შემთხვევაში, აი გააჩნია საიდან შეხედავ, ერთი კუთხიდან რო შეხედო, სასაცილოთან ხაზია ლაპარაკი, სულ $45,000-ზე ლაპარაკი, ეს ამაში შედის ყიდვა, გარემონტება ისე როგორც ამას და კეთილმოწყობა და აღჭურვა, აი მოლბერტები, დანადგაები რა, ყველაფერი. ანუ არტ-ჰაუსის შექმნა. არტ-ჰაუსი რო შეიქმნას, ხო. რა თქმა უნდა, ჩვენ გვესვის ყველაფერი შეიძლება ნაბიჯი იყოს, ახლა არ არის აუცილებელი. კი ბატონო, პირველივე რა თქმა უნდა, ნაბიჯი ხა შეიძლება მე საერთოდ მინდა გითხრათ, ძალიან დიდი იმედი არც მაქვს, რომ რაღაცა ესეც სერიოზული გამოვა, მაგრამ ძალიან მადლობელი ვარ, ხა რა თქმა უნდა ტელევიზიით ასეთ გამოსულა შეიძლება ხელს უწყობდეს ამას. იმედია რომ არა ვარ ჩვენ განებიურებულები ჯერ ერთი ისედაც აუქციონები. თავისთავად ესეც საინტერესო ფორმაა, ხო, იმიტომ პრინციპში ყველა ის მხატვარი ვის თქვენ ჩამოთვალეთ, ხა ყველას არ ვიცნობ, რა თქმა უნდა, მაგრამ თქო ზოგს ვიცნობ, პირადადაც ვიცნობ მათი ნამუშევრებიც ვიცი. ხო, მათ შეეძლოთ ესე ცალ-ცალკე გაიყიდათ და უბრალოდ ფული მოეცა თქვენთვის ამ შემთხვევაში, მაგრამ ეს ფორმაა თვითონ, ხო, რაღაცა ეს პერფორმანსია გარკვეულწილად შეიძლება ითქვას, ხო, იმიტომ რომ აუქციონი ხა რაღაც მაინც არ არის ჩვენი არა ვართ მიჩვეულები ამ აუქციონო ტიპის ხიდვა გაგიწევს. ყოველ შემთხვევაში მე არანაირად არ ვარ მიჩვეული და პირველად რა თქმა უნდა და ზოგადად თავში არც მოგსული ეს მინდა გითხრათ იმ პოლონელი არტისტის რომ ბატონი ვიქტორის იდეაა რომ მოდი მოვაწყოთ აუქციონი რომ გავაკეთოთ ესეთი რომ შევიძინოთ ეს სახლი, იმიტომ რომ დიდი ხანი ამ პროექტზე, ამ არტ-ჰაუსზე ვფიქრობ, დავუშვათ 1 წელია რომ გავაკეთო, მაგრამ და კიდე მინდა გითხრათ, რომ საქართველოში არის რამდენიმე ასეთი ორგანიზაცია გაკეთებული და რაც უფრო მეტი იქნება, მით უკეთესია, ვინაიდან, ესე იგი, რომ ჩამოდიან სტუმრები ხო ჩვენთან. უამრავი კონტაქტები, უამრავი შემოქმედებითი რაღაც იდეების გაზიარება ხდება. მე მიყვავს ექსკურსიებზე ვათვალელებინებ საქართველოს რაღაც ბუნებაზე, გიждდებიან რაღაც იმ ძეგლები რა, ანუ საოცარი პოპულარიზაცია ხდება ყველაფრისაც შეიძლება ქვეყნის პოპულარიზაცია ხდება და საბოლოო ჯამში კიდე მინდა აი საბოლოო ეს გვირგვინი დავადგათ ამას ყველაფერს საბოლოო გვირგვინი აი მთავარი იდეა ამ პროექტის არის ისო აი ჩვენ გვიყვარს საქართველო ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის რომ საქართველო გახდეს ხაბი ევროპელი მხატვრებისთვის რომ აი მაგათმა თქვენ იმიტომ რომ გაიგებენ იმიტომ ეხა მე-19 საუკუნის ბოლოში და მე-20 საუკუნის სამხრეთ საფრანგეთში მიდიოდა ვან გოგი სიძველე იმპრესიონისტები მიდიოდნენ და იქ ხატავდნენ მე არაფერს არ ვერჩი რა თქმა უნდა სამხრეთ საფრანგეთს მაგრამ საქართველოში რომ პეიზაჟებია და სილამაზია ვენახები მაინც გვაქვს ვენახები ღვინის ტურები ბატონო ხო და ისეთ სილამაზებია რომ აი ხაბად თუ გადაიქცევა საქართველოს ევროპელი მხატვრებისთვის ეს აი ჩვენი საბოლოო აი მიზანი რა რომ ასეთ რამე იყოს აიკრიფოს მხატვარმა უკვე ამ პოპულარიზაციის ამ პროექტის განხორციელების ასეთების შემდეგ რაღაც წლების შემდეგ თვითონ აიკრიფონ და ჩამოვიდეს. კარგია ძალიან. ეხლა თვითონ აუქციონზე მინდა კითხოთ, უშუალოდ როგორ იმართება პოლონეთის ელჩის რეზიდენციაში, რაც უკვე გარკვეულწილად რაღაც შეზღუდვას ნიშნავს დამსწრეების, ხო, ანუ ნებისმიერი ადამიანი ვერ შემოაგებს პოლონეთის ელჩის რეზიდენციის კარს და ვერ შემოვა, ხო, ანუ რაღაც ჩაკეტილი წრისთვის მართავთ, მაინც ესე ისეთ როგორ არის, გვაქვს მოსაწვევები გვაქვს დაბეჭდილი. იდეაში
აი ჩამჭრელი ის არის რა, ეხლა მეც ვერ ვიტყვი ხარ რომ კარები ღია იქნება ასე და გალერეა არ არის ესა, გალერეა არ არის. ხო, იქნებ ღირდა, იმიტომ რომ უფრო გაშლილი ჩაგეწერები. პირველ, აი მოდის ვთქვათ რომ ეს არის პირველი ნაბიჯი. ჩვენ ხო თქვით რომ ნაბიჯი, ხა ალბათ ამოდენად ახეს ვერ მოვაგროვებთ თლიანად. ნაბიჯი, იმედია. რაღაცა გამოვა. ძალიან დიდი მადლობა გია წარმატებას გისურვებთ 18 საათზე ხო? სწორად მახსოვს 18 საათზე პოლონეთის სილჩის რეზიდენციაში გაიმართება საქველმოქმედო აუქციონი, რომელზეც ქართველი და არა მარტო ქართველი მხატვრები, როგორც გარკვეულ თავიანთ ნამუშევრებს წარმოადგენენ, 60-მდე ნამუშევარი ასულ და აქედან შემოსული თანხით ქართველი მხატვრები იყიდიან თავიანთ საოცნებო სახლს კახეთში, არტ-ჰაუსს, სადაც შემდგომში მიიღებენ თავიანთ კოლეგებს სხვადასხვა ქვეყნებიდან. მადრის ამით დასრულებულია, ზუსტად 8-ზე თქვენ გელოდებათ თეაშველის ბიზნესის დრო, მე ორშაბათამდე გემშვიდობებით, კარგად წადებით.